მეგობრებო, დღევანდელი პროტესტით შედგა, პროტესტი გრძელდება, პროტესტი გაგრძელდება იქამდე სანამ გამარჯვება არ იქნება მოპოვებული. პროტესტი გაგრძელდება მანამ სანამ ამ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში ალბათ ნელად მოიძებნება პრეცედენტი, როდესაც აი ასეთი ყალბი და შინაარსისგან დაცლილი ეგრეთ წოდებული პარლამენტი საქმე არსებობს ან ეარსება. პარლამენტი ეგრეთ წოდებული სადაც საკონსტიტუციო რაოდენობაც კი არ არსებობს. არათუ საკონსტიტუციო რაოდენობა არ არსებობს ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში. 2/3 შემადგენლობაც კი არ არის. მას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში. აქ ხშირად ეხა კითხვას გისმევენ სახელმწიფო გუნდის გულშემატკივრების სხვადასხვა მედიის წარმომადგენლების სახით და შეკითხვა დამეფადა დღეს კარგით გასაგებია თუ ჩვენ ამაში ვწდებით, როგორ ხდება რომ დემოკრატიული მსოფლიო არ აღიარებს ერთხმად ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნების შედეგებს. მაშინ როდესაც არც ერთი ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია არ აღიარებს, ქვეყნის პრეზიდენტი არ აღიარებს, ოპოზიციური პარტიები არავინ არ აღიარებს, სამოქალაქო საზოგადოება არ აღიარებს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, მას არ განიხილავენ. უამრავი ჩიხური მდგომარეობა აქვს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც არის ყალბი და თვითმართვია. ეს უნდა ვიცოდეთ, ამ ქვეყანას ყავს თვითმართვია ხელისუფლება, რომელმაც უბრალოდ ადგა და დაიწერა ის, რაც ეგონა რომ შერჩებოდა. შესაბამისად, ხვალდაზე განსაკუთრებით არის უმნიშვნელოვანესი დღეები. ხვალ საღამოს 9 საათზე, 21 საათსა და 00 წუთზე ჩვენ ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. 24 ნოემბერს 21 საათზე ვიკრიბებით რომ გავაპროტესტოთ მანამ სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება და არ გახდება იძულებული მივიღოთ თავისუფალი არჩევნები. ეს არის თავისუფალ ხალხსა და ავტორიტარიზმ მომხრე ხალხს შორის დაპირისპირება. ეს არის სიმართლე. მე-11 რიგით მოწვევის პარლამენტია. ჩვენთვის ეს არ არის პარლამენტი, ეს უფრო იმ მე-11 არმიის მემკვიდრეა, რომელმაც ერთხელ შეძლო ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაეთელა, მაგრამ მან მეორეჯერ ვერ უნდა შეძლოს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მთელი განვითარებული მსოფლიო ხალხს გვიჭერს. არავინ არ აპირებს ბრძოლაზე უარის თვალს. პატივია და პრივილეგია ვიყოთ მართლები. პატივი და პრივილეგია ვიყოთ ამ ბრძოლის ავანგარდში და ჯერა მადლობა განსაკუთრებით თითოეულ თქვენგანს, აქ ვინც ვიყავით, თანამოაზრეები, ნაცნობები, უცნობები, მიუხედავად იმისა, რომ გიორგობა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციების ამებ აღნიშნავთ ამ დღესასწაულს, უამრავი ადამიანი იყო დღეს აქ მოედანზე, რომ პროტესტში მიიღო მონაწილეობა. ხვალ კი განუზომლად მეტილი უნდა ვიყოთ 9 საათზე და ველოდებით მთელ საქართველოს საღამოს 9 საათზე. პროტესტი გამარჯვებამდე. ეს არის ხედვა, სტრატეგია, გეგმაც, რომელიც არ შენელდება. დიდი მადლობა და წარმატებები და გამარჯვება მთელ საქართველოს. დიდი მადლობა.